გაშუქების პრობლემა მედიაში უმცირესობების თემის. თქვენ ინდიკატორი, ვთქვათ, რაიმე ცვლილებების არის გადაცემა იტალიური ეზო თუ არ ვცდები, რომელიც გადის საზოგადოებრივ სახელმწიფო ტელევიზიაზე. ხო და რა მოგახსენოთ მაგ გადაცემაზე? მე ვიცი რომ ბევრმა ეთნიკურ უმცირესობათა საფისტომოთა ლიდერმა დღეს ამბობს რომ ეს გადაცემა არის სრულიად გაუგებარი ჩვენთვის, არანაირად მისაღები არ არის, რადგან ორგანიზატორები ან რა ვიცი როგორ დავარქვა, ეპატიჟებიან მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ნაკლებად ილაპარაკებს პრობლემებზე. რამდენად თუ აქ ვიღებთ ქვემო ქართლს და სამცხე ჯავახეთს შეიძლება ცოტა სურათი კონდეს იგივე ან ცოტა რაც ეხება თქვათ იგივე აფხაზეთის, ოსეთის საკითხებს, აქ უფრო აშკარად იგრძნობა, უფრო მრავალფეროვნება ვიდრე ადრე. რაც შეეხება თქვათ ისეთ ცენტრალურ გადაცემებს, შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში სურათი იგივე სახის დარჩა, ნომერი იტალიური ეზოს გადაცემის გარდა, რომელიც კონკრეტულად არის ამ თქვათ პრობლემატიკაზე. ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ თვითონ ფორმატი ამ გადაცემის მეტნაკლებად შეიცვალოს და უფრო მეტი საკითხები პრობლემატიკა. მე არ ვიტყოდი, რომ ძალიან უკეთეს კენ წავიდა ნაციონალურ უმცირესობებთან დაკავშირებით რაღაც თემები, მაგრამ თუ არ შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი ცენტრალურ არხებს, შეიძლება რომ უფრო გაანვითარონ რეგიონებში ტელევიზიები და არხები და მისცენ მათ საშუალება, რომ ისინი თავის პრობლემებზე თვითონ ილაპარაკონ და უფრო კარგად ილაპარაკებენ ამაზე, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ სახელმწიფო დონეზე ეს გადაწყვეტილებები ხდება, იმიტომ რომ მე ახლა ულიცენზიო სათემო რადიოს წარმოვადგენ და თუ ისინი არ მაძლევენ მე საშუალებას როგორც ნაციონალურ უმცირესობას, რომ მე გავიდე ეთერში, ესე იგი მე ვთვლი, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული იმაში, რომ ნაციონალური უმცირესობები იყონ აქტიურები და გააშუქონ თვითონ თავისი პრობლემები. ანუ საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფინანსებენ, რომ ჩვენ დაავლაპარაკდეთ და პრესა, ანუ რეგიონალური გაზეთი აქვს ქვემო ქართლში, ტაიმერი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ნაციონალურ უმცირესობათა პრობლემებზე. რაღაც ცენზურაზე საუბრობდით თქვენ? ანუ რაღაც აიგეთი სიტყვებში ფრთხილები არიან ყველა, რომ რაღაც ვიღაცას არ აწყინონ და პროექტები რო გაგრძელდეს. მე ბევრს რამეს ვიტყოდი სათემო რადიოსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ყველაზე ჩვენთვის მტკივნეული თემა, ჩვენ ვართ პირველი კავკასიაში პრეცედენტი, რომ იხსნება ნინოწმინდაში და მარნეულში იხსნება სათემო რადიოები, სადაც თვითონ მოსახლეობა ადგილობრივი იქნება ჩართული ამ რადიოს შექმნაში, თემის გააქტიურებაში და ძალიან ბევრი იმედები და ხედვები გქონდა ჩვენ, სანამ არ მივხვდით, რომ ჩვენ არ მოგცემენ საშუალებას გავიდეთ ეთერში. და კომერციულ არხებზე საუბარმა ახსენა, რიტორიკა არ არის ძულილის ენით იმდენად გამოხატული ეთნიკური უმცირესობების მიმართ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც რეპორტაჟები, რომლებიც გადის იგივე კრიმინალთან დაკავშირებით, თქვა ქვემო ქართლში ან რაღაც, ეკერება აუცილებლად ეთნიკური უმცირესობების სტერეოტიპულ წარმოსახვას. რო გადის იტალიური ეზო, არ ხდება სიღრმისეული პრობლემების წარმოჩენა. თუნდაც არ ხდება იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გაშუქება, რაც რეგიონებში არის, ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში. ახლა ვიდრე ამ ჭრილში ვილაპარაკო, მინდა ვთქვა, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს მედიას, საერთოდ მედიას აქვს თავისუფლების პრობლემა, ასე ვთქვათ, სიტყვის თავისუფლების პრობლემა. მე რამოდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა, როცა იგივე პირველი არხის ჟურნალისტებთან წინასწარ მეუბნებოდნენ, გთხოვთ, არ იყო ისე, ვთქვათ, რადიკალური, თორემ ვერ გაუშვ. ფაქტია, რომ ცენზურა არსებობს, ფაქტია, რომ დღეს ჟურნალისტებს არ აქვს თავისუფლება, არ შეუძლიათ გააშუქონ რომელიმე, ვთქვათ, მიმართულება ან თემა ისე, როგორც მათ სურს. ნამდვილად დიცვლილებებს ვერ ვამჩნევ, რომ ესე იგი მომატებული იყოს თითქოს და სიხშირე ისეთი გადაცემებისა, რომლებიც ორიენტირებულია ეროვნული უმცირესობების პრობლემების გაშუქებაზე. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სფეროში, რომელიც ჯერ კიდევ რჩება მოუგვარებელი და რამდენად მწვავედ იდგა ეს პრობლემა ვარდების რევოლუციამდე. ამ ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ თქვათ ეს მიდგომა აბსოლუტურად ამოიღო და რაც შეეხება არჩევნებს, ყოველთვის ძირითადად ხდებოდა ესეთი რამ, რომ იქ ადგილობრივ კლანებთან ჰქონდა გარიგება ცენტრალურ ხელისუფლებას. რაც ბოლო არჩევნების პერიოდში შემიძლია გითხრათ, რომ ნაკლებად მოხდა. პრობლემა ის არის, რომ თვითონ ამ ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლების თქო უფრო აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ იქნება ის პოლიტიკურ თუ სხვა სფეროებში ენის პრობლემა არის ძალიან აქტუალური დღესაც მიღწევა როგორც ყველგან საქართველოს რეგიონებში ყოფითი პრობლემები ოდნავ გაუმჯობესდა. პრობლემებს ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადაც რაღაცა ისე რჩება სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხები, ანუ ქართული ენის სწავლებასთან. ეს პრობლემა ისე რჩება მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენის წოდნის გარეშე ძალიან რთულია, თქვათ, დასაქმება საქართველოში, ანუ სხვა რეგიონებში. ამიტომ აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც მთავარი, რომ ხდება მიგრაცია, თქვათ. პაატა, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვიტყოდი მასალებად, ეს არის мотиваცია, გაზრდილი мотиваცია განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იმისა, რომ საქართველოში გააგრძელონ სწავლა, საქართველოში დასაქმდნენ, საქართველოში შექმნან სოციალური თუ ეკონომიკური კაპიტალი. თვალსაზრისით მიღწევა იყო ის, რომ სწორედ ეთნონაციონალისტური რიტორიკა გაქრა, თქვა. მოხდა ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს არის მიღწევა, ძალიან ბევრი პრობლემა თვითონ ყველაფერი ამის ცხოვრებაში გატარებასთან დაკავშირებით. მიღწევაში მე მგონია, რომ მე უფრო მიადვილდება საქართველოში ცხოვრება, მე არ მინდა შევცვალო გვარი, მე არ მინდა წავიდე ჩემ ისტორიულ სამშობლოში, რომ რამე პერსპექტივა დავინახო, ეს ანუ სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა ძალიან გადამუშავებული იყოს ნაციონალური უმცირესობებისათვის პოლიტიკა, რომ გადაჭრილი იყოს ჩვენი ყველა პრობლემა. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკა არანაირად არ არსებობს. ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ იმას, რომ შეიცვალა სახელმძღვანელოები, ეს იყო, როგორ გით მუშაობთ ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან და შედეგი არის ამისი. არის ბევრი მინუსი, მაგრამ მუშაობთ და რაც მთავარი არის დიალოგზე მოდი. რადგან ეს ჩარჩო კონვენცია, თქვა ჩარჩო კონვენციის მაგალითზე მინდა გითხრათ, კი რატიფიცირებულია, მაგრამ არ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სურვილი, რომ ეს ჩარჩო კონვენცია იყოს მოქმედი დოკუმენტი იმ რეგიონებში, სადაც მოთხოვნა არის. უფრო კონკრეტულად განათლების პრობლემაზე გადავიდეთ, პაატა თქვენ მინდა მოგმართოთ ისევ. რიგში ვთქვათ, რომ ბევრი რამე შეიცვალა ნამდვილად. დიახ. ეხლა უარი მართლაც განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციირებით არის ბევრი პროექტი დაწყებული. ეუთო როგორც ვიცით არის აქტიურად ჩართული, აფინანსებს ბევრ მნიშვნელოვან პროექტს. სახელმძღვანელოები, სტანდარტები, საგანმანათლებლო სტანდარტები, სპეციალური ცენტრები, ენის ცენტრები, რომლებიც ვთქვათ ესე, პირველ კლასში შედის ისეთ სკოლაში, სადაც მართლაც განახლებულია სტანდარტები, ეს არ შეიძლება ამას აზრი არ გაუსვათ. არის განახლებული სახელმძღვანელოები, თუმცა ეს დაბნეული პედაგოგი, რომელმაც არ იცის რა ქნას, როგორ წაიკითხოს და ამოიკითხოს ეს სტანდარტები. ამ რეგიონებში დაიბეჭდება აზერბაიჯანულ, ქვემო კარში აზერბაიჯანულად და ჯავახეთში სომხურ ენებზე და აგრეთვე რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აგრეთვე რუსულ ენებზეც იქნება ბიულეტენები დაბეჭდილი. ეს იყო. ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ვერ გადაჭრეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უმცირესობათათვის. აპირებს თუ არა სახელმწიფო დახვეწოს განათლების რეფორმა ამ კუთხითაც. მიდგომა არის ესეთი 1+4, ანუ ადამიანი აბარებს, არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტი აბარებს გამოცდებს. და თუ ის სათანადო ქულებს იღებს, რა თქმა უნდა, მერე იწყება მოსამზადებელი პერიოდი, ანუ ერთი წელიწადი არის გაძლიერებული ენის სწავლება და ძირეოდენი ანალიზი შეჯამება, რომ ამილო. ჩვენ გვაქვს ენობრივი ენის პრობლემა, ჩვენ განათლების მიღების პრობლემა და ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ სახელმწიფოს არ აქვს დამუშავებული ერთიანი პოლიტიკა. ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში ტრადიციულად ასე ვთქვათ, სახელმწიფო პარტია იყო, ხოლმე თუ ვთქვათ ისევ 100%-ს ერთი კანდიდატი მიიღებს, აქ რევოლუციის შემდეგ იყო ძალიან ბევრი დაპირება, ძალიან ესეთი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა თავისი თავი ხელისუფლება. უზარმაზარ პასუხისმგებლობას მოიჭიდა, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებს საკმარისად მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რომლების წინაშეც ამოდენიმე წელიწადში ენის პრობლემა იქნება მოგვარებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები იქნება მოგვარებული. აქ აუცილებელია, რომ იყოს ძალიან კომპლექსური მიდგომა, აუცილებელია იყოს ერთიანი ხედვა, სახელმწიფოს და ხელისუფლების ხედვა გრძელვადიანი. დღეს იმოსახლეობას სჭირდება პოზიტიური ქმედებების პოლიტიკა. დღეს სჭირდება ხელოვნური სტიმულირება იმისათვის, რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში.